საკრედიტო სააგენტო S&P Global-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და უცვლელად BB დონეზე სტაბილური პერსპექტივით დატოვა ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების განცხადებით დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს მაჩვენა მდგრადი ეკონომიკური და ფისკალური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია განხორციელებული ეკონომიკური პოლიტიკით, შემცირებული მთავრობის ვალის დონითა და მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმით, რასაც ემატება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან დაფინანსების მიღების დროული შესაძლებლობა. სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც დაკავშირებულია გაძლიერებულ შიდა მოთხოვნასთან. კომპანია ელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება. აღნიშნული შედეგია ის მაღალი ეკონომიკური ზრდა, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ფიქსირდებოდა. S&P 2026 წელს 5.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელოდება. თუმცა ჩვენ ერთად გვინახავს მსგავსი ტიპის შეფასებები, რომლებიც შემდგომ ზრდის მიმართულებით გადაიხედება. ასევე S&P ყურადღებას ამახვილებს ძლიერ მონეტარულ და ფისკალურ პოლიტიკაზე. S&P-ს მოლოდინია, რომ ინფლაცია 2026 წელს საქართველოში 3.5%-ის ფარგლებში იქნება. ანგარიში ხაზგასმულია საქართველოს მაკროეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის შედეგები, მაღალი ეკონომიკური ზრდა, დაბალი ინფლაცია, ფისკალური პარამეტრების, როგორიც არის მთავრობის ვალი და დეფიციტი, დაბალ ჯანსაღ დონეზე შენარჩუნება, ასევე ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და გაზრდილი რეზერვების როლი. ანგარიში ასევე აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკის სტრუქტურის ზოგადი გაჯანსაღება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენციები. საქართველოს აქვს სათანადო გარემო ეკონომიკური აქტივობებისთვის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური პოლიტიკა, სათანადო კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები და თქვენ იცით, რომ გასული 5 წლის განმავლობაში საქართველოს ჰქონდა ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში 9.3% საშუალო ეკონომიკური ზრდა 5 წლის მანძილზე არ ქონია არც ერთ სხვა ევროპულ ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი განაპირობებს იმას, რომ საქართველო ინარჩუნებს მაღალ პოზიციებს ასეთ რეიტინგებში.